მოგესალმებით, მე ვარ ნანა, გახსოვართ? მოგესალმებით. არ გამომივამ ვიდეოს გადაღება დღეს მე მგონი. მოგესალმებით, ჩემო ლამაზო, მეგობრებო, ძალიან მიხარია თქვენთან დაბრუნება როგორც ყოველთვის. ერთ თვიანი პაუზა მქონდა და თითქოს 2 წელი არ გადამიღე ვიდეო, მართლა ეგეთ შეგრძნება მაქვს და არ მიყვარს ეგეთ შეგრძნება, თითქოს და თავს ვაძალებ რომ გადავიღო ვიდეო და ყველაზე მეტად მიხარია მე აქ დაჯდომა და კამერის აღება. სპეციალურად დილის 6-ის ნახევარზე ავდექი რომ 5-ის ნახევარზე ავდექი რომ დრო მქონდეს და გადავიღო ეს პატარა ვიდეო, როგორც იცით, ძალიან მიყვარს მე ესეთი ბლა-ბლა, თან ვილაპარაკოთ, თან მაკიაჟი გავიკეთოთ და თან ახლა არის უკვე 6 საათი და უნდა დავიწყო გავემზადო სამსახურში წასასვლელად. ამიტომ მეთქი თან მაკიაჟს გავიკეთებ, თან მოგიყვებით ჩემს ამბებს, რაღაცებს მოგიყვებით, რასაც შევძლებ. რა თქმა უნდა, სახეს ვიტენიანებ, ვიწყებ როგორც ყოველთვის სერომით. მაქვს ესეთი სერომი, ეს არის ახლა უფრო ზაფხულისთვის სერომი, ძალიან კარგია, იმიტომ რომ რაღაცები ბრჭყვიალები აქვს. აი ასე. ახლა მე. აი ესე. ხო და ერთი თვის უკან ბოლოს რო ვიდეო დავდე ვიყავი სახლში ბავშვებთან ერთად, მთელი ამბავი, ყველაფერი იყო კარგად, არაფერი ისე. ხო და იყო, ესე იგი, მაისი, 13 მაისი იყო, ზუსტად მახსოვს. ხო და ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ აი გარემოს რო უღიმი, მაგრამ შიგნიდან რო ცუდად ხარ და შიგნიდან რო რაღაცა ვერ გრძნობ თავს, აი ზუსტად ვიყავი მასე. ძალიან ბევრ კითხვებს ვუსმენდი ჩემ თავს, თუ რა გავაკეთო, პროფესია, იმიტომ რომ როგორც იცით, მე ვარ ბუღალტერი, სამედიცინო მდივანი, ადმინისტრაციაში ვმუშაობ სამედიცინო. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, მაგრამ მესმის რომ მთელი ჩემი ცხოვრება ესე კაბინეტში ჩაკეტილი და ბიუროს უკან ვერ გავძლებ. ძალიან მიყვარს, მაგრამ მესმის რომ მალე ეს ექიმი წავა, ანუ წავა პენსიაზე გავა, ვისთანაც ვმუშაობ და ეს 3-4 წელიწადი და დრო ისე მალე გადის, რომ მე მინდა რაღაცა მოვასწრო, რაღაცა დიპლომი ავიღო, რაღაცა სხვა გავაკეთო, ან პირიქით ავიმაღლო ჩემი პროფესია და უფრო მეტი შევისწავლო და ალბათ უფრო მეტი პრივილეგიაც რომ მქონდეს და მეტი როგორ იტყვიან პასუხისმგებლობაც. ეხლა პატარა კოღოა და შემჭამს, მე შემჭამს. ახლა წავისმევ კრემს, როგორც იცით, მაქვს ეს ყოდალის კრემი და ძალიან კარგად ძლებს, დიდი ხანია, ცოტა ბევრს არ ვისმევ, აი ნახეთ, ცოტათი. ხო და მაგაზე ვფიქრობ და მე არ გითხარით თქვენ, მაგრამ უკვე 2 წელია ვაკეთებ კიდევ სხვა, ანუ დავიწყე უბრალოდ სწავლა და პროფესია, შესწავლა პროფესიის, ბინების ყიდვა-გაყიდვა და დავიწყე მაგ პროფესიის უფრო ღრმად შესწავლა ნოემბერში 2023 წელს. ახლა ვარ 2025, გახდება მალე 2 წელი. და პირველი რამოდენიმე თვე ძალიან მომწონდა, მიხარო და მეთქი, всё, მე გმინდა ჩემი ექიმი რო წავა, მე მასე დავრჩები და გავაკეთებ ისე, რომ ეს ჩემი ხელობა გახდეს, ბინების ყიდვა, გაყიდვა, დახმარება ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ რომ გაყიდონ მე მათი სახლი, მათი ბინა ქალაქში თუ ქალაქ გარეთ და რამოდენიმე პროცენტი ჩემი იქნება. ძალიან ბევრმა იცის, მე მგონი მაკლერს ეძახიან მაგას. ზუსტად არ ვიცი.
ხო და დავიწყე იქ პროფესიის შესწავლა, როგორც კი ლუის გავაჩინე, რაღაცნაირად მომინდა ახალი პროექტი, ახალი რაღაცების გაკეთება, პროექტი, პროჟე. ხო და შევედი მაგაში, რომ შევედი, ძალიან ბევრი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი, ძალიან ბევრი ჩემზე დიდები, რა თქმა უნდა, დამრჩა ერთი 65 წლის მეგობარი, ქალბატონი ძალიან კარგი, ვინც მასწავლა ეს ყველაფერი. მე ადრე მემუშავა და სტაჟები მქონდა გავლილი ერთ-ერთ დაწესებულება, სადაც ყიდიან სახლებს, ერთ-ერთი საფრანგეთის ძალიან განთქმული ბრენდია, სანჩუღი ვანტეა. ხო და აი ძალიან მაგრა მომწონს, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს მე მაგ ამ პროფესიაში, ძალიან კარგად ვარ, ძალიან მიხარია. და გადის რამოდენიმე თვე, რომ უკვე მე თვითონ უნდა წავიდე და ვიპოვო ჩემი კლიენტები. დავიწყე, რა თქმა უნდა, დარიგება ჩემი. ძნელია ამ ყველაფრის მოყოლა, რადგან ვერ მივაღწია იმას, რასაც ვოცნებობდი. რაღაცა არ გამომივიდა თითქოს და რაღაცაში ჩავარდი თითქოს და რაღაცა შემეშალა და აი ეგ შეგრძნება არის ყველაზე საშინელი ეგ აი არ შემეძლო ვსდიო ხალხს და ვუთხრა თქვენი ბინა გასაყიდია, მე მომეც მე გაგიყიდით. თქვენი სახლი გასაყიდია, მე მომეც მე გავყიდი. თან ჩემი სამსახურის სადაც კაბინეტში მუშაობ, როგორც სამედიცინო ადმინისტრაციაში, იქაც ვარიგებდი, იქაც ყველას ვეუბნებოდი, რომ ამაზე ვმუშაობ და რა თქმა უნდა, სტაჟი მქონდა, რა თქმა უნდა, პატარა დიპლომიც მქონდა, ამიტომ ეს ყველაფერი შემეძლო, მაგრამ აი როგორც ადამიანი მესმის, რომ ძნელი პროფესია, უნდა იყო მგელივით ამ პროფესიაში, ანუ წაგლიჯო ხოლმე ხანდახან კლიენტები შენს კოლეგას, ანუ შენ ისეთი ხარ, ვისაც მოეწონე როგორც ადამიანი, შენი სიღრმეს, ყველაფერი თუ მოეწონა და განდობს თავის საკუთრებას, იმიტომ რომ ეს არის სახლი და ეს მარტო სახლი არ არის, ეს არის მთელი ცხოვრების საკუთრება და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თუ მაგას განდებს, ესე იგი გენდობა. და მე მესმის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია და უფრო უნდა რომ წავიდეს დიდ დაწესებულებაში, სადაც უზარმაზარი ანუ მიხვდით როგორ სადაც ძალიან ბევრი ბინებია გასაყიდი და უკვე ენდობიან უფრო, იმიტომ რომ დიდია და ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს იქ და არავინ არაფერს არ წაართმევს და ძალიან ცუდად გრძნობდი თავს რამოდენიმე თვეა უფრო იანვრიდან და აი ვერ ვამბობდი, ჩემ თავს ვერ ვეუბნებოდი, რომ გაჩერდი, აღარ შეგიძლია, ეს შენი არ არის და აი მე თვითონვე სხვა ადამიანებს ვეუბნები ხოლმე, რომ თუ შენი არ არის და თუ მაგალითად რაღაცას აკეთებ და რაღაც არ გამოგდის და გინდა რომ გააჩერო და რომ უბრალოდ ფიქრობ, რომ უნდა ეს ყველაფერი გაჩერდეს და არ გამოგდის და უკვე კარგად გრძნობ თავს შინაგანად, ესე იგი შენია ეგ არ არის და გაჩერდი. და ეგ ჩემთვის თქვი და მეთქი всё. იმიტომ რომ არ გამომდის და აი რაღაცნაირად იმის მერე რაც всё გავაჩერე ეს ყველაფერი და ვისთანაც ერთად მუშაობდი, ვუთხარი რომ აღარ შემიძლია და არ გამომდის და მე ესე მუშაობა არ შემიძლია, მე პირიქით მინდა რომ ჩემთან მოვიდნენ, იმიტომ რომ მიცნობენ, იმიტომ რომ იციან როგორი ვარ და უკვე 2 წელია ერთი კლიენტი არ მყოლია და მესმის, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდებს არ ენდობა, გონიათ რომ რახან ახალგაზრდა ხარ, არ იცი. ამიტომ მესმის, მაგრამ ეგეც მართალი არ არის, ახალგაზრდებს არ აძლევენ შანსს. ხო და ამიტომ რამოდენიმე კვირის უკან
მივწერი ამ გოგოს ქალბატონს, რომ მეთქი ჩემს გარეშე გააგრძელე გზა ამ ფილიალში არ შემიძლია მე არ გამომდის და რაღაცნაირად აი ძალიან ბევრი რაღაცა იყო უკვე დაგროვილი ჩემი სამსახურისაც მუშაობ ყოველდღე ბავშვები სახლი და აი გახევაზე ვიყავი უკვე მეთქი ახლა ავფეთქდები ალბათ და რომ გავაჩერე ამოვისუნთქე რა თქმა უნდა მაგრამ დამჩა რაღაცნაირი ეს შეგრძნება რომ მე ეგ არ გამომივიდა და ძალიან რომ ხმამ მაღალზე გესმის უფრო ძნელია და უფრო გესმის რომ არ გამოგივიდა აი ესე მიხვდით და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გამიგებს და მინდოდა ამ ისტორიის თქვენთან მოყოლა ნუ თუ როგორ დავიწყე ის რაც ყოველთვის მიყვარდა ძალიან მიყვარდა მე ეგ პროფესია ეს კონტაქტი კლიენტებთან მაგათი სახლის გალამაზება სურათები რომ როცა გავყიდით ლამაზად ჩანდეს ეგ პროცედურა ძალიან მიყვარდა და მიყვარს კიდეც რა თქმა უნდა მაგრამ ჯერჯერობით გავაჩერე და არ ვიცი თუ ისევ დავიწყებ ძალიან ძნელია ყველაფრის ხმამაღალზე მოსმენა რადგან გესმის რომ შენ რაღაცა არ გამოგივიდა და შენ რაღაცა დაიწყე და არ დაამთავრე ძალიან ბევრისთვის და ძალიან ბევრს ჩემს ირგვლივ ჩემთვის უთქვია რომ თან უნდა მაკიაჟი გავიგეთო ხალხო სამსახურში მივდივარ ძალიან ბევრ ჩემთვის უთქვია კაი არა უშავს ისედაც ამდენს აკეთებ მე არ გამოგივიდა სხვა რაღაცა გამოგივა რა თქმა უნდა მაგრამ ძნელია შენ რომ აღიარო ეს ყველაფერი უფრო ძნელია თან მე ვარ აი თუ რაღაცა ვთქვი უნდა გავაკეთო თუ რაღაცა მომეწონა უნდა მქონდეს უნდა გავაკეთო უნდა ავიღო უნდა დავიპყრო შეიძლება რომ გამოსვლოდა თუ რამოდენიმე კლიენტი მანდობდა თავის სახლს და მაგ დროს მე ვაჩვენებდი რა შემიძლია და როგორი პასუხისმგებელი ადამიანი ვარ და როგორი სერიოზული ადამიანი ვარ მაგრამ სამწუხაროდ ესე არ გამოვიდა ძალიან გული დამწყდა და მესმის რომ 2 წელია უკვე და ერთი კლიენტი ანუ ერთხელაც კი არ გამომივიდა რომ გამეყიდა სახლი თუ ბინა და მესმის რომ გავაჩეროთ უბრალოდ არ ვიტანჯო თავი პომადა და მიყვარს ესე როგორც ისა ბლაში ასე ამიტომ გავაჩერე აღარ მინდოდა ბრძოლა დაღლილი ვიყავი უკვე რომ მიმეღწია ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა თან დროც არ მქონდა ხალხო ძალიან გადავიტვირთე უნდა ყოფილიყავი ბავშვების გარეშე უფრო წინ წავსულიყავი და უფრო გამეკეთებინა რადგან მექნებოდა უფრო დრო ბავშვებიც მყავს და მე მგონი ძალიან ბევრი რამ ავიღე ჩემს ავი გადაღლილი და აღარაფერიც აღარ გამომდიოდა ამიტომ ახლა გავაჩერე და რაღაცნაირად ვერ ბრუნდებოდი YouTube-ზეც თითქოს და რაღაცა უნდა მომეყოლა თქვენთვის თითქოს და რაღაცას გიმალავდით ეს შეგრძნება მქონდა ამიტომ გავაჩერე და რა თქმა უნდა მოვისუნთქე მარტო ახლა მუშაობ, სადაც მუშაობ, არ მაქვს სხვა არაფერი გასაკეთებელი, ანუ სამსახურიდან რომ მოვდივარ, შემიძლია რომ დავისვენო, იმიტომ რომ მე ეს რა კაცო. სახეზე მაქვს, კლავიატურა. ხო და
დამინახოთ და მოვდივარ და სახში უკვე ვისვენებ და არა იმაზე ვფიქრობ, რომ ადექი გააკეთე, ახლა ეგ შენი მეორე პროფესია. ამიტომ ძალიან მიხარია. მაგრამ როგორც გითხარით, მაინც რაღაცნაირად ბურთივით მაქვს მუცელში, რომ არ გამოგივიდა შენ ეგ. და ეგ არის ძნელი, რადგან შენ თავს არ ანებებ თავს. მიხვდით? ანუ ძალიან ჯიუტი ვარ და ძალიან მკაცრი ვარ ჩემს თავზე. ანუ არ გამომივიდა, ესე იგი არ ხარ მაგარი და კარგი. და როცა სხვას არ გამოსდის, პირიქით ვეუბნები, რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ და არა უშავს და გამოგივა და ჩემ თავს არასდროს არ ვეტყვი მაგას. არც მინდა რომ ვუთხრა, პირიქით მინდა რომ ყოველთვის ვუთხრა ადექი გააკეთე, ნუზი ხარ. ამიტომ ახლა გავჩერდი და ჩემ თავს აღარ ვეჩხუბები. ასე მეგობრებო. შემდეგ ეს ყველაფერი გავაჩერე. ოდნავ კარგად გრძნობ თავს, ამოვისუთქე და გაფუჭდა ჩემი ტელეფონი. ჯერ კიდევ გარანტია მქონდა Samsung-ში, ამიტომ გავაგზავნე Samsung-ში. დაიტოვეს 3 კვირა და ტელეფონი მომივიდა შაბათს, ანუ 3 დღის უკან. 3-4 დღის უკან, ამიტომ ეხლა ვიღებ ვიდეოებს. რადგან როგორც კი გაფუჭდა, უკვე აღარ მქონდა რომ გადამეღორავით ვიდეოები და ამიტომ აღარც გადავიღე, დავისვენესავით მეც, აღარ მქონდა მაგაზეც საფიქრალი, მეთქი ტელეფონი სანამდე არ მოვა, უკვე არაფერს არ გადავიღებ და რომ ჩამოვა, რა თქმა უნდა, გადავიღებ და აი მეც. და შემდეგ რა მოხდა კიდევ, როგორც იცით, ჩემს ლუის თუ ეხლა პირველად მოხვედით ამ ვიდეოზე, მყავს 2 ბავშვი, 6 წლის და 2 წლის და 2 წლის ბავშვს ყავს ძიძა. ძიძა, რომელიც იტოვებს მაშინ, როცა ჩვენ სამსახურში ვართ. ხო და ეგ ძიძა არის ორსულად. ეგ იმას ნიშნავს, რომ რამოდენიმე, ანუ ეხლა ვართ ივნისი, ანუ 3-4 თვეში უნდა ვინმე ვუპოვო, რომელიც შეცვლის. რადგან ჩვენ ორივენი ვმუშაობთ, რადგან მარტო ეგ მყავს, ვისაც შეუძლია, რომ ბავშვი დაიტოვოს. ამიტომ ახლა უნდა ვიპოვო სხვა ძიძა. და ძალიან ძნელია, რამოდენიმე ძიძას უკვე შევხვდი და აი რაღაცნაირად არ გამომდის, არ გადის, ვერ ვგრძნობ ადამიანს, მიხვდით? ხო და რაღაცნაირად არ გამოგვდის და ეგ არის აი უზარმაზარი სტრესი ჩემთვის. როცა ვეძებ რამეს ჩემი ბავშვებისთვის, მინდა რა თქმა უნდა ყველაზე კარგი, ყველაზე საუკეთესო, ყველაზე პროფესიონალური და რაღაც არ გამომდის. უკვე შეგხვდა 3 ძიძა, ერთი უკვე ხანში შესული ქალბატონი, მეორე ნორმალური პოლიციელის მეუღლე, ერთია უზარმაზარი სახლი აქვს, აუზი, მთელი ამბავი, მაგრამ აი ეგ 3-ვე რაღაცნაირად გულში ვერ შედის, ვერ იმას ვქენი, ძალიან გული მწყდება, რადგან ძალიან კარგი ძიძა გყავს. კი მითხრა, რომ რა თქმა უნდა გავაჩენ და რამოდენიმე თვის მერე დავბრუნდები, მაგრამ იმაზეც ცოტათი გული მწყდება, რომ ლუიზ აქეთ-იქით ექნებათ სარბენი, რადგან ჯერ ეს ძიძა, მერე ახლა სხვა, მერე ისევ დავუბრუნდებით ძველ ძიძას და მერე უკვე სკოლა, იმიტომ რომ ჩვენთან სკოლა ბაღი იწყება 3 წლიდან. ბაღი არა, სკოლა იწყება 3 წლიდან. ხო და ამიტომ ასე მეგობრებო, ეგეც ერთი გაწამაწიაში ვარ, რომ ვიპოვო ახალი ძიძა და სასწრაფოდ უნდა ვიპოვო სექტემბრის დასაწყისისთვის. და ამიტომ ასე. მე მგონი, მე უკვე ახლა აქ გავჩერდები, რადგან დრო აღარ მაქვს. უცბად გავიკეთებ წარბებს და უცბად ტურს წავისმევ.
ამიტომ ასე მეგობრებო, ასეთი ამბებია ჩემთან, ბევრი ისეთი არაფერი, მაგრამ ყოველდღიურობა და მაინც რაღაცები, რომლებიც კარგად ნერვებს გვიშლიან. ამიტომ ასე მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მოუყურეთ ჩემს ვიდეოს. მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი და საინტერესო ვიდეოთი. გოცნით!